ყველაზე ახალგაზრდული პროექტის სპიკერი მეორე სეზონს იწყებს. BBC-ს ქართული ანალოგი პირველი არხის ეთერში დაბრუნდა. ჩვენ ისევ ვეძებთ საქართველოს ახალგაზრდა სპიკერს. 13-დან 17 წლამდე სკოლის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ საკუთარი სათქმელი ფართო აუდიტორიას გააცნონ. ატივცემულო ჟიური. როგორ ბრძანდებით? ვდები რომ ეს არის ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი შანსი. გონიერი ადამიანი ბევრად უფრო პატივდებულია. და PS, სადაც სკვირკველიამ გაუკეთა ფინტი ჟერარდ პიკერს, მაშინ შუდად მოგახსენებთ რომ დავიპყრო სპიკერს. დღეიდან 2 თვის განმავლობაში ისინი ისაუბრებენ მათთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე. გაივლიან საინტერესო ტურებს, სადაც მენტორების დახმარებით დაძლევენ სირთულეებს. თუმცა მათგან მხოლოდ ერთი გახდება საქართველოს ახალგაზრდა სპიკერი. გამარჯვებული კი ქართულ-ამერიკული სკოლა ლიფის დახმარებით სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. აპლიკაციების საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შემოვიდა. შემოქმედებით ჯგუფი ამჯერად ყველა მათგანს ესტუმრა და კონკურსანტები კასტინგამდე წინასწარ მოისმინა. ალბათ დამეთანხმებით, რომ დღესდღეობით ხშირად გაიგებთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ეს ინდივიდები თავისთავად ერთმანეთისგან განსხვავდებიან. სურს რომ გითხრათ, ყველა თქვენგანს აქვს უფლება, აკეთოს ის რაც უნდა, ოღონდ სხვას არ აქვს. თავიდან დავით. უამრავი მსურველიდან მხოლოდ 150 კონკურსანტს გაუმართლა. ისინი შემდეგ თბილისში სპიკერის სცენაზე გამოვიდნენ. კასტინგი 2 დღე გაგრძელდა. კონკურსანტები ორატორული უნარჩვევების წარმოჩენას ახლა უკვე ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე ცდილობდნენ. მოდი დავფიქრდეთ. დემოკრატია მართველებს უნდა მოვთხოვოთ თუ ჩვენ მოქალაქეებმა ვაშენოთ იგი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დედა მეუბნება, არ გიხდება შულო, პატარა გავს. მუცელი გეტყობა. რა თქმა უნდა, რჩება მთელი რიგი საკითხები, რომელთა წინაშეც უძლოდნი ვარ. კონკურსანტების ბედი ჟიურიზეა დამოკიდებული. ჟიურის 3 წევრისგან შედგება. თამარ ფხაკაძე, გაზეთ პრაიმ ტაიმის დამფუძნებელი, აქტიურად არის ჩართული ჟურნალისტურ საქმიანობაში. აქვს საავტორო რადიო გადაცემა. მსმენელები მას ყოველ სამშაბათს გადაცემა ტეტ-ა-ტეტში ელოდებიან. მოგესალმებით, დღეს სამშაბათია, გადაცემა ტეტ-ა-ტეტ ეთერშია. მე გახლავართ თაკო ფხაკაძე. მისი კარიერა გაცილებით ადრე დაიწყო. იყო კორესპონდენტი, ტელეწამყვანი და საინფორმაციო გამოშვების უფროსიც. და მაინც, ვინ არის თაკო ფხაკაძე? ამ კითხვაზე ის ასე პასუხობს. თაკო ფხაკაძე ვარ მე. ამ წუთას ალბათ მიცნობენ როგორც გაზეთ პრაიმ ტაიმის დამფუძნებელს, თუმცა ჩემი სამუშაო ბიოგრაფია ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. გამარჯობა ძირფასო ქალბატონებო, ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს. კვლავ განწყობით რომ ჩვენი გადაცემა სასიამოვნო და სასარგებლო იყოს თქვენთვის. ეს იყო ჯერ კიდევ სახელმწიფო ტელევიზია ერქვა და სახელმწიფო ტელევიზიიდან მოყოლებული მე ვიყავი იბერვიზიაში, მერე დავბრუნდი უკვე პირველ არხზე, მერე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მერე გავაკეთე ანალიტიკური ჯგუფი პრაიმ ტაიმი, შემდეგ უკვე გაზეთი პრაიმ ტაიმი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის წიგნი გმირი, რომელიც 2008 წლის ომში დაღუპულებს მიეძღვნა. ეს არის ქართულ და ინგლისურენოვანი. ჩვენ გავაკეთეთ ფონდი წითელი ყაყაჩო, რომელშიც შემოსული თანხებით, იცით თქვენ ყოველ აგვისტოს თვეში გულზე სამკერდენიშნანი წითელი ყაყაჩოთი აღნიშნავთ ამ დღეს და აქ შემოსული თანხებით ჩვენ ვეხმარებით ომში დაღუპული გმირების შვილებს სწავლის მიღებაში. რა ვიცი, მე ვარ კიდე დედა, მყავს 21 წლის ქალიშვილი, ვარ ასევე მეუღლე და ბევრი რაც შემოთვალე ამ საქმეებთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩემი პირველი და უპირველესი თემა ეს არის ოჯახი, ჩემი შვილი, ჩემი მეუღლე და ჩემი სახლი. თაკოს საქმიანობას ამჯერად კიდევ ერთი სპიკერის ჟიურის წევრობა დაემატა. ამბობს, რომ ეს ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. 13-დან 17 წლამდე ეს არის ასე კი, როცა ძალიან გრძნობიარე ხარ შენ გარემოს მიმართ. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ჟიურისთვის და განსაკუთრებით ჩემთვის ეს არის ძალიან საფრთხილო თემა. ვიყო მაქსიმალურად ობიექტური, დელიკატური და რაც თავარია ზომიერი შენიშვნაშიც და ქებაშიც. გია მურღულია, 24 საჯარო სკოლის დირექტორი, ფილოლოგიის დოქტორი. საინტერესოდ დაიწყო მისი სასკოლო მოღვაწეობა. ჩემს მეუღლეს თავის დროზე უშოვეს
მაშინ პოპულარული სიტყვა იყო ესა, ადგილი სკოლაში ქართულის მასწავლებლად და მე ვეღარ მოახერხა მისვლა და მე მივედი ბოდიშის მოსახდელად და აი ამის მერე რამდენი წელიწადია ბოდიშს ვიხდი უკვე. სასკოლო საქმიანობის გარდა ავტორია რჩეული მოთხრობების 6 ტომეულისა. აქ არის, როგორ გითხრათ, ესეთ სპორტული ტერმინით რა ვთქვა, მსოფლიოს ნაკრები, მოკლედ, ყველა თუ არა ძალიან ბევრი ღირებული და ღირსეული წერალი. ასევე გამოცემული აქვს რამდენიმე ჟურნალი და არის უამრავი საგანმანათლებლო სასკოლო წიგნის ავტორი. ეს წიგნი, რომელიც ახლა მიჭირავს მე ხელში, ძალიან საყვარელი წიგნია ჩემთვის პირადად. ამას ქვია სიბრძნე მინიატურაში. აქ არის თავმოყრილი მსოფლიოს ყველა დროის და ძალიან ბევრი ხალხის იგავური მეტყველება. საკუთარი ძალები ცოტა ხნის წინ პოეზიაშიც მოსინჯა. ლექსები ჯერ Facebook მეგობრებს გაუზიარა. შემდეგ კი პირველი კრებულიც გამოსცა. აქ არის ესეთი ლექსები, რომელიც შეიძლება საინტერესოდ მოეჩვენოს ადამიანს. ყველა თანაბრად არც მე არ მიყვარს და არც მომწონს, მაგრამ ზოგიერთი ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მე ვფიქრობ, რომ და მკითხველსაც არაერთგზის და უდასტურებია ეს არ აუშავს მათ. ბავშვებთან ურთიერთობა ჟიურის წევრებს შორის ყველაზე ნაცნობი სწორედ მისთვისაა. კონკურსანტების შეფასების დროს სწორედ ეს გამოცდილება დაეხმარება. ჩემი ფიქრით, პირველ რიგში ეს უნდა იყოს როგორ გითხრათ, საინტერესო ვიზუალი, ამ ადამიანს უნდა შეეძლოს თავის წარდგენა ღირსებით, შვიდად, თავდაჯერებულად, ზედმეტი თეატრალურობისა და პათეტიზმის გარეშე. მისი ფრაზა უნდა იყოს მკვეთრი, გამართული, მისი ქართული მეტყველება უნდა იყოს ასევე გამართული და საინტერესო. რა თქმა უნდა, აზროვნება უნდა იყოს ორიგინალური და რა თქმა უნდა, ამ ორიგინალური ფიქრის გამოხატვა, ხორცშესხმა, შესრულება, განსახიერება უნდა იყოს დინამიური, საინტერესო და ზემოქმედების მომხდენი. გიგი თევზაძე, ილიას უნივერსიტეტის რექტორი. ცხოვრებაში უამრავი გატაცება და ინტერესი აქვს. მათ შორის ერთ-ერთი ცხენოსნობაა. ცხენზე ვზიო 25 წელია. სულ ეს იყო 84 წელში, როდესაც აივენგო შატიაშვილმა, რომელიც ჩემი მეგობრის მამაა, მიმიყვანა იპოდრომზე და ისე დავრჩი იპოდრომზე, ძალიან მომეწონა და 25 წელია ფაქტობრივად არ გამიწყვეტია, ეს არის ძალიან დიდი პრაქტიკა, რომელიც მივიღე ამ ხნის განმავლობაში. როგორც თავად ამბობს, ეს თავლა დროებით მართვაშია აღებული და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ერთი ფუნქცია ეს არის თერაპია, შეზღუდული შეძლებლობების ბავშვების და მეორე ფუნქცია არის ქართული საცხენოსნო სახეობების, სპორტული სახეობების აღდგენა. ეს თავლა უნივერსიტეტს არ ეკუთვნის, ჩვენ ამას მართავთ. არც ცხენები არ ეკუთვნის უნივერსიტეტს, ეს არის ჩვენი მეგობრების ცხენები, რომელსაც აქ თავი მოუყარეთ. ცდილობს ამ საქმით სტუდენტების დააინტერესოს. ოცნებობს, რომ ცხენოსნობა მომავალში საუნივერსიტეტო სპორტიც გახდეს. ამჟამად 12 ცხენს სულის. მოდი მარინა გაგაცნო. მოით ახლოს, ეს არის კაი ცხენი. პეტერე, როგორ ხარ? მოითხოვე. ეს არის მოთხოვნა იმის. აქ ნახავთ ლარისას, ზინას, მარინას. მათ შორის გამოირჩევა გულივერი, რომელიც პატრონს სულთან დაყვება. ეს არის გულივერი შეყვარებული, ამის გარეშე არ შეუულია რა. სულსა გამოშვებულები არიან, სულ ერთად არიან. არ შეხვდა. გატაცებას ვერ დავარქმევთ, მაგრამ უკვე მეორედ უწევს სპიკერის ჟიურიში ყოფნა. პირველი სეზონის გამოცდილება მაჩვენა, რომ ყველაზე რთული კონკურსანტების შეფასების დროს მათი ერთმანეთთან შედარება ყოფილა. შეფასება არ არის სირთულე, სირთულე არის მერე შეჯიბრება მათ ერთმანეთთან და გადარჩევა რომელი უკეთესია, რომელი უარესია. და მაინც, როგორი არის გიგი თევზაძისათვის სპიკერი, ასე პასუხობს. ჩემთვის სპიკერი იქნება, რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანი, რომელსაც აქვს ორატორული ნიჭი, აქვს საზოგადოებასთან და აუდიტორიასთან ურთიერთობის და კონტაქტში შესვლის უნარი, მაგრამ ამავე დროს ამ ადამიანს უნდა კონდეს ძალიან ბევრი მუშაობის და გამოწვევებზე ადეკვატური პასუხის უნარი. აი ჩემთვის სპიკერი იქნება ესეთი. თაკო ფხაკაძე, გიგი თევზაძე და გია მურღულია. ყოველი ტურის ბოლოს სწორედ ისინი მენტორებთან ერთად გადაწყვეტენ ვინ დატოვებს პროექტს
და ვინ გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს ახალგაზრდა სპიკერის წოდებისათვის. მთელი საქართველოს მასშტაბით არჩეული საუკეთესო 150 კონკურსანტი ახლა სამეფო უბნის თეატრში ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე გასასვლელად ემზადება. დიდი იმედი მაქვს, რომ გადავალ კონკურსის მონაწილეების სიაში და ვთვლი, რომ წარმატებას მივაღწევთ დღევანდელ დღეს. მე ვეულობ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და შევეცდები, რომ მაქსიმალურად წარმოვადგინო ჩემი შესაძლებლობები. ცოტა იყოს ნერვიულობ, მაგრამ იმდენად არა, რომ ჩემი ასეთ გამოსვლაში ხელი შემიშალოს, რადგანაც აუდიტორია ჩემთვის ნაცნობია და აქედან გამომდინარე, მგონი ჩემი თემა გადააჭაბებს ჩემს ნერვიულობას და იმედია ჟიურის დადების შეფასებასაც დავიმსახურებ. ჟიური პირველ რიგში ჩემი აზრით შეაფასებს და დააფასებს აზროვნების ორიგინალურობასა და შემოქმედებითობას. შაშან პრინციპში ბავშვები მოდიოდნენ იქსაც არ იცოდნენ რა იყო, ახლა იციან და ალბათ უფრო მომზადებულები იქნებიან და ჩვენ უფრო გაგვიჭირდება ალბათ შერჩევა. კონკურსანტების რეგისტრაცია დასრულდა. ჟიური და აუდიტორია უკვე დარბაზშია და სპიკერის სცენაზე პირველ გამომსვლელს ელოდება. ძალიან ნერვიულობ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და წავსდგები ისე, როგორც მე მინდა და ვიქნები ჩემი თავით კმაყოფილი, რაც თავარია და ერთი სული მაქვს, როდის მოვა ჩემი ჯერი, რომ გავიდე პირველ წუთად. ერთდროს ახალგაზრდებისთვის სულიერი აღზევებისა და ზნეობის სამაღლებელი თეატრი ახლა მხოლოდ იშვიათ მოსანახულებელ ადგილად იქცა. ნუ თუ ლაიქ შეარზე დამონებულმა ახალგაზრდობამ უარი ვთქვით სიამოვნება მიგვეღო ავისა თუ კარგის კეთილისა თუ ბოროტის ისცენირების ხილვისგან. ნუ თუ მონიტორს მიჯაჭული თვალების სუმთლად მოსილდნენ ხელოვნებას და დაკარგეს სულიერი საზრდოს მიღების უნარი. დასანანი ფაქტია, რომ ხელოვნება უფრო და უფრო მიდის ჩვენგან. ამ პირიქით ჩვენ ვშორდებით მას. ჩვენ მეთქი ვამბობ, რადგან არც მე გახლავართ გამონაკლისი. ახალგაზრდების გარკვეულ კატეგორიაში მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კიდევ, თუმცა უმეტესობაში ის ნაკლებად აქტუალურია. ილია ჭავჭავაძე კი ამბობდა, თეატრს ერისხმობაში უმთავრესი ფუნქცია აკისრიაო. ჩემი დიდი სურვილია თეატრმა კვლავ დაიბრუნოს მისი კუთვნილი მნიშვნელობა და გახდეს ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც იყო ადრე გასულ საუკუნეში. მადლობთ. ძალიან კარგია, რომ შენ გადაწყვიტე და ხარ პირველი, იმიტომ რომ ეს უკვე შენი პლუსია, ასე ვთქვათ, გმირული საქციელი. ძალიან კარგია, რომ აირჩიე თემად თეატრი და ხელოვნება, მაგრამ მე ვთვლი, რომ აი ამ წუთას შენი პრობლემა შეიძლება შემდეგ ტურამდე იყოს შენს მეტყველებაზე მუშაობა, შენს დგომაზე, თავის ჭერაზე, სცენაზე. მადლობთ. სალომეს შემდეგ სპიკერის სცენაზე ეთო შეროზია გამოვიდა, რომელმაც ალტერნატიულ მუსიკაზე ისაუბრა. მონიტორთან ამ დროს ეთოს დაგულშემატკივრობდა. მე ვცხოვრობ ქალაქში, სადაც ალტერნატივა არ არსებობს, ალტერნატიული მუსიკა არ არსებობს და არც არასდროს უარსებია. ქალაქში, სადაც შეიძლება მხოლოდ იმიტომ გაგლანძღონ, რომ როკს კი უსმენ, მაგრამ 70-იანები უკვე მოგბეზრდა. იქ, სადაც ხალხს უბრალოდ არ აინტერესებს სიახლე, არ უნდა ის მიიღოს, ის რაც ხელოვნებისთვის ასეთი აუცილებელია. მე ამის გამო ძალიან მწუხვარ. და აქ იმისთვის არ მოვსულა, რომ ჩემი ხალხი გავაკრიტიკო და მას გემოვნება დაუწუნა. უბრალოდ მინდა უთხრა, რომ უნდა გაიგონ ჯერ, რას აკრიტიკებენ და შემდეგ უკვე გამოიტანონ თავიანთი განაჩენი. მე მინდა, რომ მათ მოუწოდო, მოусმინონ იმას, რაც მათ მოსწონთ და არა იმას, რაც უბრალოდ მოდური გონიათ. ეს იყო ნამდვილად შენი გულის ტკივილი, ზუსტად დანახული პრობლემის გულის ტკივილი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოიტანე შენი აზრი ჩვენამდე. მადლობთ თქვენ. მადლობთ. სხვა აქტუალურ თემებთან ერთად კონკურსანტებისათვის მნიშვნელოვანი პროვინციალიზმის სინდრომი და არასრულფასოვნების კომპლექსის საკითხი აღმოჩნდა. ხატად და მსგავსად შევქმნილ უფლისა. ადამიანი ეს განსხვავებული არსებაა, მას შეუძლია იგრძნოს, ეტკინოს და განიცადოს. არც გარეგნობა და არც მატერიალური კეთილდღეობა, არც პოპულარობა და არც ოჯახიშვილობა, არც სოფლელობა და არც ქალაქელობა არ განსაზღვრავს ყველაზე მთავარს, სულიერებას. ჩვენ ცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც სოფლელი და გლეხი სალანძღავი სიტყვებია, სადაც თბილისში ჩასულ ახალგაზრდებს მორალურად ზედულიან და მიწასთან ასწორებენ. ცდილობენ, რაც შეიძლება უარყოფითად შეაფასონ ისინი და ამით თითქოს საკუთარ თავს ბედნიერებასაც კი ანიჭებენ. ზოგიერთი 9 წეული ჩემი თანატოლი სოფლიდან ჩამოსულს, არამოდურად შემოსილს და უბრალო ადამიანებს არ ცნობს. ეს ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის მქონე მოზარდებზე ცუდად მოქმედებს. არასრულფასოვნების კომპლექსის გამო მათ სურვილი უჩნდებათ იმაზე უარესად მოიქცნენ, ვინც დასცინით და ზებოდან უყურებთ. გაივსო ქვეყანა მოქილიკე და კომპლექსიანი ხალხით. მე ყოველდღიურად ვხვდები იმ ბავშვებს, რომლებიც მართლა განიცდიან ამ ყველაფერს. ნენელა უჩნდებათ არასრულფასოვნების შეგრძნება და გონიათ წარმატების მიღწევა, მხოლოდ თბილისში ან რომელიმე სხვა დიდ ქალაქში აღზრდილ ბავშვებს შეუძლიათ.
იცით, მეც არაერთხელ გამხვდავარ მსგავსი სიტუაციის მომსწრე. ჩემი თანდაწებითაც არაერთხელ გაუსვამთ ხაზი იმისთვის, რომ თურმე ჩვენ სოფელში აღზრდილი ბავშვები ბევრად ჩამოვარდებით ქალაქში აღზრდილ ბავშვებს, მაგრამ მინდა მოგახსენოთ, რომ ამაზე გული არასდროს დამწყვეტია. პირიქით, წარმომავლობა ხომ მხოლოდ წარმომავლობაა. მთავარია რა დევს თავში და ყველაზე მთავარი ხომ ის არის რა დევს გულში. იმას, რასაც არ ვუსურებთ საკუთარ თავს, ნუ სხვას გაუკეთებთ. ვიცხოვროთ სიყვარული. თემა თვითონ არის რაღაც ეს სხვანაირი განსხვავებული და მართლა წუხეთ ჩვენ რეგიონში ვცხოვრობთ და რეგიონშიც კიდგას ეს პრობლემა. რა ვიცი, რამდენად გამოუვიდა ამ თავის წარდგენა და თავისი აზრის, ალბათ შეიძლება პრობლემა შეგვეციოს. ვთვლი, რომ ის პრობლემას, რომელსაც შენ ამ ერთი წუთის განმავლობაში შეეხე, ნამდვილად ძალიან აქტუალურია და ნამდვილად არსებობს, ეს არ არის ყურით მოთრეული თემა. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ წარმატებული იყო შენი გამოსვლა. მე მინდა მიმართო სრულიად საქართველოს პროვინციალ ახალგაზრდებს. ჩემი ამ პროექტში მოხვედრის მთავარი მიზანი არა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. ჩემი ამ პროექტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია კიდევ ერთხელ შეგახსენოთ თქვენ, რომ მთავარია გქონდეს საკუთარი თავის წმენა და მერწმუნეთ, თვით ოცნებებიც ვერ გაძლებენ აუსრულებლად. მადლობთ. შეგბრძანე, რომ შენი მიზანი აქ მოსვლის მიზანი არ იყო მხოლოდ შენი საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა, არამედ გინდოდა საზოგადოებისთვის ხმამაღლა მიგემართა ამ პრობლემის სიმწვავის გამო. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს აღარ ჩამოთვლი, რაზე მხოლოდ კარგ რაღაცებზე, რაც შენ გახასიათებს. კარგად გააზრებული და კარგად წარმოთქმული სიტყვა იყო ოჯახი. გოგონების გამოსვლა წარმატებული აღმოჩნდა. კულისებში კი მომდევნო კონკურსანტი ემზადება. ბერიკა თავაძე, ქუთაისიდან. აქ მოხვედრამდე მან წინასწარი მოსმენა მშობლიურ ქალაქში გაიარა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქ ქუთაისში, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან, რომელიც სწორედ ეს არის გადმოიტანეს აქ და რომელსაც გვერდს უშვენებს მთავრობის სახლი და კონტროლის პალატა. საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანის შემდეგ ბერიკა თავაძეს სწავლისა და საკუთარი მიზნის განხორციელების სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შენობებს, რადგან ვთვლი, რომ ეს შენობები ჩემი მომავალია და ვთვლი, რომ მე ჩემი კარიერა სწორედ ამ შენობებში ავაწყობ. მე ამ შენობებს თავისუფლად დავეუფლები. თუმცა როგორც თავად ამბობს, ვიდრე ქვეყნის უმაღლეს ტრიბუნას დაიპყრობს, ჯერ საქართველოს ახალგაზრდა სპიკერის სტატუსი უნდა მოიპოვოს. მე ვთვლი, რომ ჩემს საქმეს ვიტყვი ისე, რომ ამ პროექტში დიდ წარმატებას მივახცე. მე ძალიან მომწონს ეს პროექტი და ჩემი როგორც ბავშვებს უნივერსიტეტში ამბობს, მეც სწორედ ჩემი თავი დავინახე ამ პროექტში. ბერიკა ყველა დიდი სახელმწიფო ლიდერის პოლიტიკურ მიმართვას ყურადღებით უსმენს და სწავლობს. ვუყურებ ხოლმე ინტერნეტში ძირითადად იმ ადამიანების სიტყვებს, რომლებსაც ქართულ არხებზე ვერ ვნახულობ და რაც შემდეგ მეხმარება მე იმაში, რომ ვისწავლო ჩემი თავის რეალიზაცია. სიმკაცრე, ობიექტურობა, ცოტა იუმორი და ზუსტი გზავნილები. ფიქრობს, რომ თუ სიტყვას რომელიმე კომპონენტი აკლია, სპიკერის გამოსვლა სრულყოფილი ვერ იქნება. ორატორებს შორის ფავორიტებიც ყავს. ძალიან ბევრ რაღაცას ვცდილობ ამ ადამიანებიდან, მაგალითად ბილ კლინტონი, პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ტონი ბლერი, ან თუნდაც ქართველი ადამიანი, რომელმაც ყველა სამაგალითოა, ბატონი ზურაბ ჟვანია, რომელმაც იმ დროს, როდესაც ზედმეტიც კი იყო საქართველოსა და ევროპაზე ერთად საუბარი, მან გაბედა და თქვა, რომ საქართველო იყო ევროპის ნაწილი. ამბობს, რომ საკუთარ სიტყვაში გზავნილები ზუსტად გააკეთა. მე ვნახე ეს ადამიანი მისი სიტყვები და ჩავთვალე, რომ ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ადამიანმა ამ თემაზე უნდა ისაუბროს. ნახოთ, როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს ბერიკა ჟიურიზე და აუდიტორიაზე. მე ვარ ქართველი და მაშასადა მე ვარ ევროპელი. I'm Georgian and therefore I'm European. ალბათ გახსოვთ, ზურაბ ჟვანი ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეა 1999 წლის 27 იანვარს. საქართველო ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარეობს, თუმცა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მნიშვნელობა ნაკლებად დაინტერესებდა ამ სიტყვების ავტორს. იყო ევროპელი, ნიშნავს აზროვნებდა ისე, როგორც ამ კონტინენტის ხალხი აზროვნებს და გაგახსნეს სათანადო ფასეულობები, ანუ ჰქონდეს მაღალი განვითარების დონე. ისტორიის მიხედვით საქართველო ყოველთვის ძალზედ განვითარებული ქვეყანა იყო და ყოველთვის ილტოდა მაღალი ცივილიზაციებისაკენ. მანამ სინა ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი სელჩუკებთან არ დაეცა და არ ჩაიკეტა ბოსფორის სრუტე. სწორედ აქედან მოწყდა საქართველო ევროპულ განვითარებას და შემდეგ მძიმე ნამგალი და ურო. დიდხანს ველოდით, მომეც როცა ფეხზე წამოდგომას მოვახერხებდით და ახლა უკვე დროა რომ ჩვენ ახალგაზრდები წავიდეთ საზღვარგარეთ ევროპული განათლების მისაღებად და
იქ კი არ დარჩეთ ეს ქვეყნის თანამედროვე ღალატი იქნება, არამედ ჩამოვიდეთ და ჩამოვიტანოთ საქართველოში ევროპაითაც, საქართველოს დავაბრუნებთ ევროპაში და რის შემდეგაც ყველა ქართველს შეიძლება თამამად გაიმეოროს სიტყვები. მე ვარ ქართველი და მას შესაბამი ვარ ევროპელი. მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი კარგი გამოსვლა იყო შენი სიტყვა, ეს იყო შეკრული თავიდან ბოლომდე, ერთ წუთში შენ ჩაატიე საქართველოს ისტორიის, აი რაღაცა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მომენტები. ბოლოსაც ძალიან კარგი აქცენტი გააკეთე, რომ ევროპაში მივდივართ იმისთვის, რომ ევროპა ჩამოვიტანოთ საქართველოში და ნამდვილად თქვენმა თაობამ ესე უნდა გააკეთოს და მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად ძალიან კარგი პროექტია სპიკერი, იმიტომ რომ ამდენი გონიერი ახალგაზრდა, რაც დღეს ჩვენ აქ მოვისმინეთ, ეს უბრალოდ ჩვენი ქვეყნის და ერის წარმატებაა. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ. ვის შეძლებს კიდევ ჟიურის გულისმოგებას? ამას რეკლამის შემდეგ გაიგებთ. არსებობენ კეთილმოსურნე ადამიანები, რომლებიც უნებლიე შეცდომის ხოპნი ხდებიან. ანუ აშუქებენ კონკრეტული ბავშვის ისტორიას და არიცავენ კონფიდენციალობას. წარმატებები მისურვეთ. ჩვენ ვართ ადამიანები, ვიღებთ საკვებს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა ვჭამთ. ვფიქრობ, რომ კარგად იყო ეს ყველაფერი გადმოსებული და დიდი მადლობა. თქვენ კარგად გაართვით თავი ამოცანას. პროექტის გამარჯვებულისათვის პრიზი დააწესა ამერიკულ ქართულმა განათლების ცენტრმა LIV. ანალიტიკური აზროვნება, აუცილებელი განათლება, ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სოციალური პასუხისმგებლობა. ზრუნვა მომავალს. ყოველ შაბათს 18 საათზე ვიყურებთ და მიამყრეთ. ყველაზე ეროვნული მედია პროექტი ეტალონი. ეტალონის მეგობარია კომპანია ალბატროსი. კომპანია ალბატროსი, იდეალური სიმყუდროვე, იდეალური პირობებით. ეტალონის სპონსორია ახალი ნათება. თუ გჭირდება განათლება, ეტალონი. თუ გჭირდება განათება, ახალი ნათება. ეტალონის მეგობარია კულა 100%-ით ნატურალური ქართული პროდუქტი. ეტალონის პარტნიორია გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი. კარიერას ვიწყებთ დღეს. პროექტის გამარჯვებულისათვის პრიზი დააწესა ამერიკულ ქართულმა განათლების ცენტრმა LIV. სპიკერი აგრძელებს საუკეთესოს ძიებას. სცენაზე გამოსასვლელად ამჯერად სვანეთის წარმომადგენელი ემზადება. გვანცა გვიჩიანი მესტიიდან ჩამოვიდა, სადაც სპიკერის პირველი ტური წარმატებით გაიარა. სვანეთი მკაცრი და ეგზოტიკური ბუნებით გამოირჩევა. საუკუნოვანი კოშკების, ალპური მდელოების,
წიწვოვანი ტყეებისა და უზარმაზარი მყინვარების სანახავად ყოველწლიურად აქ უამრავი ადამიანი ჩამოდის. ამჯერად სვანეთს სპიკერი ესტუმრა. სპიკერში მონაწილეობის მსურველები მესტიის ცენტრში შეიკრიბნენ. შარშა, როდესაც ვნახე გადაცემა სპიკერი, ძალიან მომეწონა, თუმცა სვანეთის წარმომადგენელი არ იყო ამ გადაცემაში და ძალიან გული დამწყდა. წელს კი მინდა რომ მე სვანეთის სახელით მივიღო მონაწილეობა. მინდა მივიღო მონაწილეობა გადაცემა სპიკერში, იმიტომ რომ უთხრა ჩემი სათქმელი ხალხს, გავხდეთ ცნობადი სახე და მთავარი, ვის წასვლა მინდა ამერიკაში. სახასიათო გარეგნობა და მეტყველება იყო ის, რაც სვან კონკურსანტებს სხვებისგან გამოარჩევდა. მონაწილეთა უმრავლესობამ საუბარი ლოკალურ პრობლემებზე არჩია. ჩემი თემა შეეხება ზოგადად სვანურ ენას და მე შევეხე იმ პრობლემას, რომ სვანური ენის გადაგვარებისა და დაკარგვის საფრთხე არსებობს ძალიან დიდი. ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს, ჩათვალე რომ არაფერი არ გაგაჩნია. ანუ ამ ქვეყნად ბევრ ჩვენთაგანს სულაც არაფერი არ გააჩნია. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც აუდიტორიის წინაშე გამოსვლა გაუჭირდათ. ჩვენ ადამიანები ბუნების ერთ-ერთი ნაწილი ვართ და უნდა გავფრთხილდეთ სხვა ცხოველებს, სხვა ცოცხალ არსებებსაც, რომლებიც ვერნეულიულობა დამოვიწყდა ყველაფერს ცოცხალი მქონდა. ცნობიერი ადამიანი ყოველთვის ახდენდა ზეგავლენას ბურნებაზე. ამიტომაც კათიში ყველაზე წარმატებული გამოსვლა კი ანა წერედიანს ჰქონდა. ვინ ვარ ჩვენ საქართველოს? ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი. შეგვიძლია გიშევცვალოთ ამ მხრივად, უკეთესობისაკენ და ვარესობისაკენ. რომელს ირჩევთ თქვენ? მე მირჩევნია რომ ჩემი საქართველო შეიცვალოს უკეთესობისაკენ და სწორედ ამისთვის გვჭირდება წიგნი. სვანეთიდან სულ 4 კონკურსანტი შეირჩა. მათ შორის არის გვანცაც. ნახოთ გაუმართლებს თუ არა მას ამჯერადაც. ჩემთვის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მე შემიძლია მას ვუწოდო ბედნიერება, რადგან მე მყავს მეგობარი, რომელიც არის სრულიად თავისუფალი, სრულიად დამოუკიდებელი. მას არავინ არაფერს არ უზღუდავს იმ სასწრებში, რასაც სასწრები მას ბუნებამ დაუწესა. ამ ყველაფრით ის ბედნიერია. ვიცი, მხოლოდ თავისუფლება ბედნიერებისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ ეს ბედნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტია. ჩემს ირგვლივ, ჩემ მეგობრებს, ჩემ კლასელებს, მშობლები უზღუდავენ თავისუფლებას. რის გამოც ზოგიერთი მათგანი სასკოლო ექსკურსიაზეც ვერ მოდის. მეგობრებთან ურთიერთობის საშუალებაც კი არ აქვს. ამ ყველაფრის კამო კი მათ თვალებში მხოლოდ სევდა იკითხება, სევდა ნარევი ბოროტება. თითქოს იმის გამო, რომ მათ არ აქვს საკმარისი თავისუფლება, ისინი იძულებენ ყველაფერს და ყველას. მათ მხოლოდ შური და სიზღი ამოძრავებთ. ისინი იზრდებიან და ყალიბდებიან ეგოისტ ადამიანებად, რასაც შემდეგ სავალალო შედეგამდე მივყავართ. ამიტომ მოდით მშობლებო, ნურასდროს ნუ შეუზღუდავთ ბავშვს თავისუფლებას. ზედმეტი თავისუფლება არასდროს არაა კარგი და არც თავისუფლების გარეშე ხის ცხოვრება. ეს არის ნაყოფი, რომელიც ყველა ყონაყოფს ეტკბილია და ამიტომ ნურასდროს ნუ წავართმევთ მას, ნურთ სხვას და ნურთ საკუთარ თავს. მადლობთ. მადლობა. ძალიან კარგი იყო, ექსპრესიული იყო და ძალიან საჭირო მოწოდება არის მშობლებისათვის. დიდი მადლობა. სცენაზე გასვლამდე ღელავს ნანა ედიშერაშვილიც. პაულო კოელიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაა: "ის გაკეთებაც გსურს, გააკეთე დღეს, რადგან შეიძლება ერთ დღეს გაიღუწა და ძალიან გვიანი აღმოჩნდეს." ამ ფრაზის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ცხოვრება ძალიან მოკლეა, თუმცა რეალობა ის არის, რომ ჩვენ ადამიანები კიდევ უფრო ვამცირებთ მას. იკითხავთ როგორ და ძილით. თუ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა თავიღებთ 80 წელს, 8 საათს კი იმ დროს ჩავთვლით, რომლის განმავლობაში ჩვენ გვძინავს, გამოდის, რომ ამ 80-დან დაახლოებით 27 წელს ჩვენ ძილში ვატარებთ. დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ 8-9 საათი მნიშვნელოვანი იყო ადამიანის ჯანმრთელი ორგანიზმის შენარჩუნებისთვის, ძილისთვის. თუმცა ეს 2011 წლის მონაცემებით 5-6 საათამდე შემცირდა. თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ ის ადამიანები, რომლებიც 8-9 საათზე ნაკლებ დროს ატარებენ ძილში, ძალიან სუსტები არიან, თუმცა იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც მსოფლიოს შეცვალეს, საშუალოდ 3-4 საათი ეძინათ. ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონ ბონაპარტე, ქართველთაგან ერეკლე მეორე. ილია ჭავჭავაძე ის ქართველი გენია იყო, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ ნაკლები უნდა გვძინებოდა, რათა მეტი დრო გქონოდა კეთილი საქმის საკეთებლად. მას მუდამ ერთი კითხვა აწუხებდა და ეს კითხვა დღეს მეც მაწუხებს. ოღ მერთო ჩემო, სულ ძილი, როს ხა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება. მადლობა. ძალიან საინტერესო სიტყვა იყო. ერთი მხრივ ქართული ლიტერატურის თემა და მეორე მხრივ ფიზიოლოგიურ ძილთან დამოკიდებულება. კარგად იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. რაც მე მგონი წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ. დიდი მადლობა. ჩადართ გურულები.
და ვემზადავით მოკლედ ძალიან დიდი ხანია ამ პროექტისთვის. ვიცით ერთმანეთი შესაძლებლობები და ვთვლით, რომ როცა მოვისმენთ უკვე სხვების თემებს და გავეცნობით სხვის შესაძლებლობებსაც, განვსაზღვროთ ჩვენ შანსებს ამ პროექტში ზოგადად. გურია საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე და მნიშვნელოვანი საკურორტო ზონა. სპიკერის შემოქმედებითი გუნდი ამჯერად ოზურგეთს ესტუმრა. მინდა სპიკერის მეშვეობით ჩემი აზრი გამოვხატო და მინდა რომ ჩვენ ვიყოთ უფრო უკეთესები. იუმორით გამორჩეული გურული კონკურსანტები სპიკერის გასაუბრებაზე ისე ნერვიულობდნენ, რომ იუმორთან ერთად მომზადებული სიტყვაც დაავიწყდათ. ის რომ მათაც იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც აქტუალურ პრობლემაზე საუბარს მხატვრული ჩანახატები არჩიეს. ყოლენ სურავთ კითხების ზღვაში. ვიხეთქებით აბსურდის აისბერგებსა და უმედების კლდეებს. ობობები უთხრათ გრძელებს, ათასფათ. აუდიტორიის წინაშე განსაკუთრებით თამამად კონკურსის ორი მონაწილე გამოვიდა. ვერიკო და თამუნა სხვა კონკურსანტებისაგან აშკარად განსხვავდებოდნენ. ოზურგეთის ლიდერთა სკოლის მოსწავლეები, როგორც თავად ამბობენ, სიტყვის წარმოთქმის ხელოვნებას უკვე მე-6 წელია ეუფლებიან. ლიდერთა სკოლამ მომცა იმის უნარჩვევა, რომ არ მეშინია საზოგადოებასთან გამოსვლის, აუდიტორიის არ მეშინია და შემიძლია საკმაოდ თავისუფლად ვილაპარაკო. თავდაჯერებულობა შემატა, მე იმდენად ვარ ხოლმე ხანდახან თავდაჯერებული და იმდენად მჯერა, რასაც მე ვამბობ, რომ შემიძლია სხვაც დავარწმუნო და მე ვფიქრობ, რომ აი ეს სხვისი დარწმუნება არის ის, რაც მომცა მე ლიდერთა სკოლამ დებატებიდან გამომდინარე. სპიკერში ერთმანეთის კონკურენტები, თუმცა დიდი ხნის მეგობრები ლიდერთა სკოლაში ყველა იმ უნარჩვევას ეუფლებიან, რომელიც კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში მათი წარმატების გარანტი გახდება. ვნახოთ მათგან რომელი მიაღწევს წარმატებას. ყოველდღიურადღე ტელევიზიით თუ როგორ მოკლა დედამ შვილი, არასრულწლოვანად ანატოლი დაჭრა, ან კიდევ უარესი, როგორ ჩამოართვეს დედას შვილი იმ მიზეზით, რომ ის ყოველდღე მძიმე ძალადობის მსხვერპლი იყო. ჟურნალისტებს სააშკარაოზე გამოაქვთ თუ რა გაუსაძლის პირობებში ხვდებიან ბავშვები, ასევე უფროსების მხრიდან მათზე ძალადობის ფაქტები. არსებობენ კეთილმოსურნი ადამიანები, რომლებიც უნებლიე შეცდომის სხვაყნი ხდებიან, ანუ აშუქებენ კონკრეტული ბავშვის ისტორიას და არ იცავენ კონფიდენციალობას. მოგახსენებათ, კაცობრიობა საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ჩვენ ნელ-ნელა ვსწავლობთ, როგორ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ირგვლივ არსებულ პრობლემებს. თუმცა, რა თქმა უნდა, რჩება მთელი რიგი საკითხები, რომელთა წინაშეც უძლურნი ვართ. თუნდაც ის, რომ პენტენციურ სისტემას ყოველდღიურად ემატება პატიმრები, ეს თავისთავად უარყოფითი ფაქტია. თუმცა, გაცილებით უფრო ცუდი ისაა, რაც ციხის დატოვების შემდეგ ხდება. აუცილებელია იმ ასპექტების გათვალისწინება თუ როგორ ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ზოგჯერ მართლაც რომ გულწრფელ გაღიზიანებას იწვევს მასმედიის საშუალებების მიერ ძალადობის ფაქტების წარმოჩენის სტილი. ბავშვი მსხვერპლი, ბავშვი და ძალადობა. იქნებ ბავშვებს არ სურთ რომ საცოდავები ჩანდნენ. იქნებ ამგვარი წარმოჩენა შეურაცხყოფას აყენებს მათ. ისინი მცირეწლოვნობის გამო ვერაცნობიერებენ პრობლემას, მაგრამ დასრულობისას აუცილებლად უჩნდებათ პროტესტის გრძნობა. თუმცა წარსულს ვერ ცვლიან. ჩვენც იგივეს არ ვიგრძნობდით მათ ადგილას. ალბათ არავის გესიამოვნებოდა ყველგან რომ ჩვენზე საუბრობდნენ რა საცოდავიაო. მიმაჩნია რომ მსგავსი შემთხვევების გაშუქების სტანდარტის დაცვა აუცილებელია ძლიერი მედიის და შესაბამისად ძლიერი სახელმწიფო ჩამოყალიბების. ყოფილ პატიმარს რა თქმა უნდა სურს თავი ისე ვიგრძნოს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, თუმცა ძალიან უჭირს. იქედან გამომდინარე რომ ვერ პოულობს სამსახურს, უჭირს ადამიანებთან კონტაქტი. ამის გამო თავს გრძნობს გარიყულა და ახალი დანაშაულის ჩადენაზე ფიქრობს. ეს კი იცით რის ბრალია? იმ სტერეოტიპების, რომლებმაც ჩვენ და სამწუხაროდ ასე ღრმად გაიდგეს ჩვენ საზოგადოებაში ფესვები და რომლებიც ასე გვიშლიან ხელს განვითარებაში. ამ ლოგიკით რა გამოდის, თუ ადამიანი ერთხელ შეცდა და ჩაიდინა დანაშაული, სავალდებულო და აუცილებელია რომ ეს მეორედაც გააკეთოს? მე ასე არ ვფიქრობ. გამოსავალი კი ჩემი აზრით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა საზოგადოებაში, რადგან ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, უნდა შევეცადოთ, უნდა დავანახოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ არ შეიძლება და უბრალოდ არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს ერთხელ უკვე სასჯელმოხტილ ადამიანს ახალი ჩვენი სასჯელები დავუწესოთ. არაჩვეულებრივად გამოხატე შენი აზრი, შენი დამოკიდებულება, შინაარსი იყო საკმაოდ ნორმალური. რახან შენ ასაკში ამაზე ვფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საქმე კარგად იქნება, იმიტომ რომ შენნაირი ბევრი ახალგაზრდა
მიხვდება რომ ეს პრობლემა არის გადასაჭრელი და ჩაუდგება ამ საქმეს სათავეში. მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი გოგონა ხარ. დიდი მადლობა. გოგოების გამოსვლა წარმატებული აღმოჩნდა. მათ ნერვიულობაც მარტივად დაძლიეს, რასაც ვერ ვიტყვით ზოგიერთ მონაწილეზე. მე შეიძლება ჩავითვალო მათ ერთ-ერთ ფანად. აუ, კაროჩი რა, დავიგე. არა უშავ. გლობალიზაცია რომ ობიექტური რეალობა, ამაზე აღარავინ დაობს. არა, ნერვი. გააგრძელე იქიდან სადაც შეჭდით. არი ნერვიულობა. სცენაზე გამოსასვლელად ლევან სიხარულიძე ემზადება. ნახოთ შეძლებს თუ არა ლევანი ნერვიულობის დაძლევას და აუდიტორიის მოხიბლას. ნებისმიერი ადამიანი რომ ქუჩაში გააჩერო, დემოკრატიის თავისებურ განმარტებას ჩამოგიყალიბებს. უმეტესობა ალბათ ჭეშმარიტებასთან მიახლოვებული იქნება და მასში ხაზი გაესწრება უფლებებს, თავისუფლებებს, ხალხის როლს ქვეყნის მმართველობაში და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება კანონის უზენაესობის აღიარებას, ამას ჩვენ შეძლების და გვარადულით გვერდს. მოდით გავიხსენოთ რა ხშირია ჩვენს ყოფაში კანონდარღვევის მაგალითები. სწორედ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც შუქნისნის წითელ შუქზე მანქანით ამაყად გავივლით და გვიხარია რომ პატრონმა ვერ შეგვამჩნია. სწორედ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მაღალფარდოვანი სიტყვებით ეკოლოგიაზე და ნაგავი ბუნკერის გვერდით ან სულაც ხის ძირში მივყაროთ. დავასუფთავოთ საკუთარი ბინა და ნაგვით კონდეს სავსე საკუთარი სადარბაზო. დავაგვიანოთ სამსახურში და შეძლების და გვარად ადრე წამოვიდეთ იქედან. ისე გამოვიდა რომ ქართველი კაცი ყოველთვის უკმაყოფილოა ხელისუფლებით. მოდით დავფიქრდეთ, დემოკრატია მართველებს უნდა მოვთხოვოთ თუ ჩვენ მოქალაქეებმა ვაშენოთ იგი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მე მეგონა უფრო ნერვიულებდა და რაღაცა მგონია რომ რაღაც მიზანმიმართულად დამშვიდებულად წყარად გამოვიდა. ნახოთ აბა. თუ ხალხის მმართველობა მოგწონს, მაშინ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ამ მმართველობის მორალური უფლება გქონდეს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ კანონს არ ღვევ, რაც არ უნდა უმნიშვნელო იყოს იგი. ესე იგი დემოკრატიის საწინააღმდეგოდ იქცევი. მადლობა. მე შენიშნები ამ შემთხვევაში არ მაქვს, იმიტომ რომ ის თმა გინოთის გადამოსი ძალიან კარგად წარმატებას გისურვებთ. მადლობა. ლევანის შემდეგ სცენაზე ანი წერედიანი გამოვიდა. მოახერხა თუ არა მან ჟიურისა და აუდიტორიის მოხიბლა? ამას რეკლამის შემდეგ გავიგებთ. პროექტის გამარჯვებულისათვის პრიზი დააწესა ამერიკულ-ქართულმა განათლების ცენტრმა LIV. სადღაც აქ იწევს რა. აბა, ყურადღება. ესეც ჩვენი პირველი თევზი ჯიმაძე. აი რატომ მინდო და ბუნებაში გაკეთება. ნახე, გადაიღე რაღაც სერიოზული. ამოუს. ახე რა ბიჭია. თუ ბუჩქებთან გამოვარდა შენ ეხი და გუბესთან თუ გამოვიდა შენ. და შენ უკრიდან მოუარე რა რომ გამოჩნდეს ისიც კარგია. ნახეთ, ყოველ შაბათს ღამის ეთერში საფარი. გადაცემას საფარი წარმოგიდგენთ მსოფლიო ბრენდი არაყი ნემიროვი. ნემიროვი, გაიმდიდრეთ ცხოვრების გემი. დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია. წიგნზე მუშაობდა საქართველოს 23 მედიცინის ცნობილი სპეციალისტი. შეიცანი საკუთარი ორგანიზმი უკეთ. ისრუნე ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე. ებრძოლე და დაამარცხე 250-ზე მეტი დაავადება. დიდი სამედიცინო ენციკლოპედია მთელი ოჯახისთვის. ენციკლოპედია განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის. ისინი ამბობენ, რომ მუსიკის სმენა მათთვის გართობა არასდროს ყოფილა.
ისინი ამბობენ, რომ ახალი მუსიკა ყოველთვის ახალი თავგადასავალია. ისინი ამბობენ, რომ არასდროს ეშინიათ ახალი თავგადასავლების. ისინი ამბობენ, რომ შენ ხარ მუსიკა, სანამ მუსიკა გრძელდება. უცნობი მუსიკა. კახათ ლორდავასთან და გიახადურთან ერთად. გადაცემის პარტნიორია ფესტივალი რესტორაცია დივანი. პროექტის გამარჯვებულისათვის პრიზი დააწესა ამერიკულ ქართულმა განათლების ცენტრმა LIV. მოგესალმებით, მოგზანდით. მე ვარ ანა წერეთიანი და მინდა გაგახსნათ ჩემი სახლი. ძალიან გამიხარდა თქვენი მოსვლა. ეს არის ზაფხულში ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილი და აქ ვატარებ ხოლმე დროს. ეს კი ჩემი ძაღლია, რემი. ანა მესტიიდან რამოდენიმე კილომეტრში, სოფელ ლატალში ცხოვრობს. მისი ეზო სხვებისგან ამ კოშკით გამოირჩევა, რომელიც მე-12 საუკუნისაა და წერედიანების საგვარეულო სახელს ატარებს. ძალიან ბევრი ამის ნიშნავს ჩემთვის ეს კოშკი. უპირველეს ყოვლისა, სვანეთის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიცია იყო კოშკების შენება და მიხარია რომ ჩემს ეზოში დგას კოშკი და მე ვარ სიამაყით ახსილი, იმიტომ რომ მაქვს ესეთი საგანძური. თავისუფალ დროს უმეტესად კითხულობ ხოლმე, მყავს უამრავი საყვარელი მწერალი, ჟიულ ვერნი, ჰარიეტ ბიჩერსტოუ, ჯეკ ლონდონი, მაგრამ მაინც გამოვყოფდი ჟიულ ვერნს, რადგან ეს არის შემეცნებითი მწერალიც და ამავდროულად ეს არის ფანტასტიკური წიგნის. ამ წიგნის გმირებთან ერთად იწევს ხოლმე მოგზაურობა და გრძნობ თავს არა ჩვეულებრივად, როცა კითხულობ მის წიგნს. გინდა რომ მუდმივად იკითხო და იკითხო. კითხვის გარდა ეხერხება ხელსაქმე და თავისუფალ დროსაც ძირითადად ქარგვაში ატარებს. ასევე დავდივარ სამრევლო სკოლაში, სადაც სწავლობ სხვადასხვა ხელსაქმეს. ქარგვა უკვე მაქვს ნასწავლი და ახლა ვარ თექისა და გობელინის შესწავლის პროცესზე. ეს ხელსაქმე მანიჭებს ძალიან დიდ სიამოვნებას და მაშინ, როდესაც ვარ მოწყენილი, ხშირად ხოლმე მიმშვიდებ თავს ამით. სპიკერის გასულ სეზონს აქტიურად უყურებდა. მონაწილეობის სურვილიც მაშინ გაუჩნდა. შეეცდება, რომ სპიკერის სცენაზე ლატალიდან ასეულობით კილომეტრში ნამდვილი სვანური ბუნება გააცოცხლოს. ეს პროექტი მომწონდა ძალიან. წინა სეზონშიც მყავდა ამ პროექტში ფავორიტები და იყო ერთ-ერთი ჩემი საყვარელი შოუ და არის კიდევაც. წინა წელს სამწუხაროდ არ იყო წარმომადგენელი სვანეთიდან და მე მინდა რომ დღეს იყოს წარმომადგენელი ამ ულამაზესი კუთხიდან და მე ჯერა რომ თუ ბევრს ვიშრომებ, გამოვალ საქართველოს ახალგაზრდა სპიკერი. ხშირად გვეზარება ხოლმე სწავლა, მაგრამ როდესაც გავიზრდებით, რომ არ ვინანოთ ის რომ არ ვკითხულობდით, ამიტომ ახლა უნდა ავიღოთ ხელში წიგნი. მრავალი ჩვენთაგანი დამოკიდებულია მხოლოდ სპორტულ, თეატრალურ, ან თუნდაც სხვა სახის მონაცემებზე. მაგრამ როდესაც დრო გავა და წლების შემოგვემატება, ვეღარ შევძლებთ ამ მონაცემების გამოყენებას. მრავალიც ასევე თავის სილამაზეზეა დაყრდნობილი, მაგრამ გინდ ოქროს რგოლი ღორის დინგზე და გინდ უგუნური ქალის სილამაზე. სილამაზე სამშვენიერება, რომელიც ცოტა ხნით ბატონობს. სწავლა კი მუდმივად ჩვენთან არის მყოფელი და სულ ჩვენთან იქნება. ამიტომ მოდით ვიკითხოთ და ჩვენი ცოდნით საქართველოს ნათელი მომავლის შექმნაში წვლილი შევიტანოთ. გონიერი ადამიანი ბევრად უფრო პატივდებულია. სწავლა ყოველთვის და ყველაფერში არის საჭირო. ვინ ვარ ჩვენ საქართველოს? ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი. შეგვიძლია იგი შევცვალოთ ორ მხრივ, წარმატებისაკენ და ვარესობისაკენ. რომელს ირჩევთ თქვენ? მე მირჩევნია წარმატებული საქართველო და ამისათვის ბევრი კითხვა არის საჭირო. კულისებში სპიკერისათვის უკვე ნაცნობის სახე. კობან ნარიმანაშვილი გამოჩნდა. წინა წელს ვიღებდი მონაწილეობას სპიკერში, თუმცა არც წარმატებული იყო ჩემი მონაწილეობა. ვიმედოვნებ წელს უკეთეს შედეგები მექნებოდა და ვიმედოვნებ რომ წარმატებას მიღწევ. ყველა ერთხელ თანხმდებით იმაზე, რომ განათლება ნელ-ოთახში უეცრად ჩამოტანილი სანთელი არ არის და ეს ძალიან დიდი შრომის შედეგად გროვდება. ნებისმიერი საზოგადოების თუ კონკრეტული ინდივიდის უნარები სწორედ განათლების მეშვეობით ფასდება. განათლების, რომელიც ზუსტად პასუხობს დროს და არსებულ მოთხოვნებს. რადგან ნებისმიერი ტიპის განათლება უნდა ერგებოდეს არსებულ მდგომარეობას და გამოწვევებს. უნდა ასახავდეს საზოგადოების ცხოვრების მთავარ პრინციპებს და მიმართულებებს. მე აქ თქვენ წინაშე აბიტურიენტის სტატუსით გავარ. აი რატომ გახდა ჩემთვის განათლების მიღება პრიორიტეტული სხვა უამრავ სოციალურ პრობლემას შორის. არ ეთყობა ნერვიულობა. მაგრამ შინაგანი მღელვარება იქნება მაინც იქნება და აშკარად უფრო ისეთი, მომწონს მისი გამოსვლა, ეს ძალიან კარგი.
გადავხედე რა არსებულ სიტუაციას მივხვდი რომ საქართველოში რთულია მიიღო ისეთი განათლება რომელიც მოგცემს საშუალებას თვითდამკვიდრების, წარმატებულობისა და თვითრეალიზაციის. სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება საქართველოში კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული განათლებული ახალგაზრდები, რომლებსაც ექნებათ საშუალება მიიღონ დღევანდელობის შესაფერისი განათლება და იყვნენ ძლიერი კონკურენტები საკუთარი პროფესიით, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ამისთვის კი აუცილებელია განათლების სისტემის მოდერნიზაცია, გათანამედროვება და თანაბარ ხელმისაწვდომობა ყველა ინდივიდისათვის განუჩვევლად მისი სოციალური სტატუსისა. რადგან განათლების უფლება სხვა სოციალურ უფლებათა შორის ერთ-ერთი გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით დღეს 21 საუკუნეში, როდესაც ჩვენი გონებრივი კაპიტალი უნდა დავაგროვოთ და ამ კაპიტალის ხარჯზე განვითარდეთ. საქართველოში განათლებული და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდების დროა. მადლობა. საინტერესო იყო. კარგად გადმოვიცით, მაგრამ აკვდა კონკრეტულად, როდესაც ეს სიტყვას ამბობთ იმის წინაშე, ხო, საზოგადოების წინაშე, რაღაცა უნდა შესთავაზოთ. აი რაღაც კონკრეტული, რომელიც თქვენი აზრით უცბად გამოასწორებს საქმეს. გაუმართლებს თუ არა კობას მეორედ, ამას მოგვიანებით გავიგებთ. არის თუ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტი იმის ღირსი, რომ თაყვანივცეთ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას გულიკო მაჯარაშვილი შეეცდება. ჩვენ ვართ ადამიანები, ვიღებთ საკვებს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა ვჭამთ. მარტივად გენმოდიფიცირებული საკვები, საკვები, რომელმაც უახლოეს წარსულში მთელი მსოფლიო შიმშილისგან იხსნა. არის კი ღირსი იმისა, რომ ჩვენ მას უმადლოდეთ. დღეისათვის გენმოდიფიცირებულ საკვებს ხვდებით ყველგან, მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე, თუმცა კითხვა, უსაფრთხოა თუ არა იგი ადამიანის ჯანმრთელობისათვის დღეისათვის პასუხგარეშეა. მე პირადად მეცნიერთა იმ ნაწილს ვემხრობი, რომელიც უარყოფითად უყურებს მას და ვთვლი, რომ იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის ორგანიზმს და ბიომრავალფეროვნებას. არავინ იცის, რა შედეგს გამოიწვევს იგი მომავალში. იქნებ იმაზე უარესი რა მოხდეს, ვიდრე მოხდებოდა, თუმცა ფაქტია. კვლევებით დადგინდა, რომ გენმოდიფიცირებული საკვები იწვევს ფილტვის კიბოსაც გამოწვეული ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით კარცინოგენის დაგროვებით. ამავდროულად მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი თაგვებზე. მათ გენმოდიფიცირებული კარტოფილით და სოიოთ იკვებავდნენ. აღმოჩნდა, რომ თაგვები ცოტა ხანში გარდაიცვალნენ, ხოლო მათი შვილები შთამომავლობას ვეღარ ტოვებდნენ. და დაფიქრდით, თუ ასეთმა საკვებმა ასეთი შედეგი გამოიღო თაგვების ორგანიზმში, რა შედეგი ექნება მას ადამიანებში. სწორედ ამიტომ მიმართავ სახელმწიფოს ჩაატაროს ექსპერტიზა გასაყიდად გამოტანილ ყოველ პროდუქტზე, რათა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნები და აღნიშვნები პროდუქტზე, რათა მოსახლეობამ შეძლოს არჩევა. თავის მხრივ მიმართავ მოსახლეობას. ჯობი არჩევანი შედარებით არასტანდარტულ, თუმცა ნატურალურ საკვებზე გავაკეთოთ. ეს ჩვენი სიცოცხლის გარანტი იქნება, რადგან ამ ჭამთ ან არა, ეს ჩვენი არჩევანია. ერთი წუთი მართლაც ძალიან ბევრია ხოლმე ხანდახან, როდესაც ესე დინამიურად ლაპარაკობს ადამიანი და ბევრი რამის თქმას ასწრებს თან ლოგიკურად, წყობრად და დამაჯერებლად. მე ის გადამრჩენია, ვკითხრა, რომ ძალიან მომეწონა შენი გამოსვლა. დიდი მადლობა. გულიკო მაჯარაშვილის შემდეგ სცენაზე თათული ღვინიანიძე გამოვიდა. დღესდღეობით ხშირად გაიგონებთ ისეთ ფრაზას, როგორიცაა ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ სამწუხაროდ ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვებია და არა სიმართლე. მოდით ყველამ ერთად ვაღიაროთ, რომ საზოგადოება ისე მკაცრად აყენებს თითქოს და გაურღვევლად ჩარჩოებს, რომ თითქმის შეუძლებელია საკუთარი ინდივიდუალიზმის შენარჩუნება. ვერ აკეთებ იმას, რისი გაკეთებაც გინდა. ვერ გამოხატავ საკუთარ ინიციატივებს და აზრებს თამამად, იმის მიუხედავად, რომ ამის იურიდიული უფლება გაქვს. ვერ ახდენ ჯანსაღ თვითშეცნობას და შემდეგ თვითრეალიზაციას საზოგადოებაში. ნიღბის გარეშე, რადგან გეშინია, რომ სოციუმი ვერ მიგიღებს ისეც, როგორიც სინამდვილეში ხარ. გამუდმებით ცდილობ დაემსგავსა სხვას. რატომ უნდა თქვა თუ არის საკუთარ ინდივიდუალიზმზე, როცა პირიქით უნდა შევინარჩუნოთ იგი, პიროვნებებად რომ ჩამოვყალიბდეთ. ვინ არის პიროვნება? ეს არის ადამიანი, რომელმაც იპოვა საკუთარი თავი. მას გააჩნია მსოფლმხედველობა, დამოუკიდებელი აზროვნება. სოციუმის ძალაუფლება იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია თითქმის რომ შევინარჩუნოთ ეს განსხვავებულობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საზოგადოებაში ადაპტაციისთვის ჩვენ თავზე უარის თქმა ეს არის მსხვერპლშეწირვა. ადამიანი ადამიანისთვისაა ნათქვამია. ასე რომ, ნუ შევზღუდავთ ერთმანეთს. პირიქით, გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანში მზეა, მთავარია საშუალება მივცეთ, რომ გაანათოს. ძალიან დამაფიქრებელი იყო შენი გამოსვლა. მე მინდა მადლობა გითხრა ამ გამოსვლისთვის და გისურვო წარმატება. დიდი მადლობა. მადლობა შენიერი გამოსვლა. ნამდვილად. სცენიდან ჩამოსვლის შემდეგ თათულიმ ემოციის შეკავება ვერ შეძლო.
მისი ბედი ახლა ჟიურიზეა დამოკიდებული. ემოციები. კი, უკმაყოფილო ვარ. უკეთესად შემეძლეს ნერვიულობა. კასტინგის ბოლო მონაწილემ ლევან მექვაბიძემ ავანტიურულ ხერხს მიმართა და ჟიურის ემოციის მართვა გადაწყვიტა. ნახოთ, როგორ მოახერხებს ის ამას. მე როდესაც 2008 წელს ამაზე მართლა ძალიან მიჭის საუბარი. მომიკლეს მამა. მომიკლეს ჩემი პატარა 4 თვის ძმა. მაშინ მე ვიცოდი რომ ბებოსთვის ეს ყველაფერი რომ მეთქვა, ბებოსაც დავკარგავდი. ბებო როდესაც სახში დაბრუნდა 3 დღის განმავლობაში მე ჩემს უბედურებას ბედნიერი ადამიანის ნიღაბს მიღმა მალავდი. ბებო და ვეუბნეოდი მას თითქოს ოჯახი სოფელში იყო წასული. ბებო თავის ოჯახზე მონატრებული წავიდა სოფელში. ამის შემდეგ მე ბებო აღარ მინახავს. ძალიან ხშირად მეთქვა საკუთარი თავისთვის. იქნება ბებოსთვის რომ ეს ყველაფერი მეთქვა, ბებო ახლა ჩემს გვერდით იქნებოდა და დღეს მონიტორთან დეიდა ჩემი არ იდგებოდა. მაგრამ რას იფიქრებთ ახლა თქვენ ჩემზე მე რომ გითხრათ რომ ბებო ცოცხალი მყავს, მამაც, დედაც, ძმა კი საერთოდ არ მყავს. ალბათ იფიქრებთ რომ მე რიგითი ნიღაბ მორგებული ვარ, ისეთივე როგორც თქვენ. ვიფიქრებ რომ საზიზღარი ბავშვი ხარ, იმიტომ რომ მატირემ შვენივრად დაგერდა. ხო, ნუ საუკეთესო ხერხი მოძებნა იმისთვის, რომ ემოცია გემართა. ნამდვილად აი მართე ჩემი ემოცია თავიდან ბოლომდე. რა გითხრა მე? დაეხმარება ეს ავანტიურა ლევანს თუ პირიქით მისთვის საბედისწერო აღმოჩნდება, ამას უკვე მომდევნო გადაცემაში გავიგებთ. როდესაც ჟიური 150 კონკურსანტიდან საუკეთესო 30-ს არჩევს. როგორი იყო კასტინგის მეორე დღე? ვინ მიაღწია წარმატებას და ვის გაუცრუდა იმედები? ვინ გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს ახალგაზრდა სპიკერის ტიტულისათვის? არ გამოტოვოთ, ამას უკვე მომდევნო გადაცემაში გავიგებთ. პროექტის გამარჯვებულისათვის პრიზი დააწესა ამერიკულ ქართულმა განათლების ცენტრმა LIV.